1945 წლის თებერვალში ზემო სვანეთში რაიონული სათხილამურო შეჯიბრებების ჩატარება გადაწყდა. სპორტულ ღონისძიებებში სოფელ ბეჩოს ახალგაზრდებიც ჩართეს. თხილამურებით რბოლა ბეჩო ეცერი ბეჩოს მიმართულებით მთაგორიან ადგილებში ტარდებოდა. ასპარეზობაში მონაწილეობას ბეჩოს საშუალო სკოლის 21 მოსწავლე იღებდა. შეჯიბრებისათვის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები საგანგებოდ ემზადებოდნენ. სკოლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ასპარეზობა სათხილამურო სპორტის სპეციალისტების თაოსნობით იმართებოდა. ბავშვები დილით უნდა დაშვებულიყვნენ ბეჩოლდის მთიდან, რომელიც სოფელ ბეჩოდან 11 კილომეტრით იყო დაშორებული. 17 თებერვალი 1945 წელი. ქალაქი თბილისი. სრულიად საიდუმლოდ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ამხანაგ ჩარკვიანს. სპეციალური შეტყობინება. სოფელ ბეჩოს სამხედრო ხელმძღვანელმა ხორგვანმა, რომელსაც ასევე თხილამურებით რბოლის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, არანაირი მონაწილეობა არ მიიღო ამ ღონისძიებაში და თავისი საქმე შეჯიბრის ერთ-ერთ მონაწილეს კვიციანს გადააბარა, რომელსაც სათხილამურო სპორტის სფეროში სპეციალური ცოდნა არ გააჩნდა. დილის დაახლოებით 8-9 საათზე, როდესაც თხილამურებით რბოლაში მონაწილეთა ჯგუფი ბეჩოლდის მთაზე ავიდა, ზვავი ჩამოწვა. დაიღუპა 9 ბავშვი. დაღუპულთაგან ერთ-ერთი მათგანის ბინა გვერკვიციანის ცხედარი ვერ იპოვეს. შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, მილიციის მესამე რანგის კომისარი ნაჭყებია. უცნობია, დადგა თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და რა რეაგირება მოჰყვა ამ ტრაგიკულ შემთხვევას საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან.